მოგესალმებით პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა ლანჩ თაიმი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი მსახიობის ზვიად დოლიძეა, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. ზვიად, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა თქვენ რომ დაგვრთახდით ამ ინტერვიუზე და ხართ ჩვენი სტუმარი. როგორც წესი ამ ინტერვიუს ვიწყებთ ხოლმე ჩვენი რესპონდენტების ბავშვობით. და რაღაცნაირად ყველა ესე აღნიშნავს, რომ ყველაზე უდარდელი, ყველაზე ლაღი და ბედნიერი პერიოდია მათ ცხოვრებაში და თქვენ შემთხვევაში, როცა ამ წლებს იხსენებთ, ყველაზე მძაფრი მოგონებები, რაც პირველი გახსენდებათ, რა არის ხოლმე? რა გითხრათ, აბა, კარგია. ბავშვობა თუ ყველას ბედნიერი და ლაღი ქონდა. არ ჩემი არ იყო ხო ბავშვად ისეთ. გაჩნია ბავშვობას როდემდე ჩავთვლით, თორე მე 77 წელს დაბადებულს მომიწია უკვე თინეიჯერობის ასაკში ყველაფერი ცუდი, რაც კი მაშინ 99 წლის შემდეგ სამოქალაქო ომით დამთავრებული, რაც კი საქართველოს გადაიტანა. მანამდე ყველაფერი ნორმალურად იყო, კი ბატონო. ბავშვობიდან გამომდინარე, რა ვიცი რა გითხრათ, ღვთისმადლით ყველანი ყავდნენ. ახლა мама აღარ მყავს და შესაბამისად ყველანი რო ვიყავით. ყველაფერი ნორმალურად იყო ღვთისმადლით. ნუ იმ პირობებში, რა პირობებშიც ძალიანად ქვეყანა ცხოვრობდა. სხვათა შორის არ მქონდა ძალიან ცუდი ბავშვობა, არ მქონდა ნამდვილად, იმიტომ რომ ანსამბლში მღეროდი და მომიწია საზღვარგარეთ რამოდენიმეჯერ ყოფნა გასტროლზე, ასე რომ იმდროინდელი ბავშვისთვის ეს ბედნიერება და რაღაც ახლის და ინოვაციის შეცნობის საშუალება იყო. რაც შეეხება შემდეგ უკვე თინეიჯერობის ასაკი ფაქტიურად ჩვენ გამოვტოვეთ ჩვენმა თაობამ, იმიტომ რომ 99 წლის შემდეგ უფრო მაგრამ ერთადერთი რაც მე მაგ ყველაზე აი მაგასაკისთვის ყველაზე შეგრძნებები რაც იყო ქართველი ერის გაერთიანება. ეხლა სულ ბოლოს ჩვენ ვნახეთ ეგ პატრიარქის მიცვალების შემდეგ და აი ეგ შეგრძნება დაახლოებით მასეთი შეგრძნება მახსოვს 99 წლის 9 აპრილის შემდეგ, იმიტომ რომ ყველას ერთმანეთი გაცილებით მეტად უყვარდა. იმ პერიოდმა სხვათა შორის ის პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო ქართველების ყველას სიყვარული, ვიდრე სამწუხაროდ ვიდრე დღევანდელ დღეს. ზვიად, როდესაც უკვე პროფესიის არჩევის ეტაპი დადგა, რამდენად მარტივად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ანუ თუ იცოდით თავიდანვე, თქვათ, სად გსურდათ? აი, მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ რამ განაპირობა დაუშვათ ჩემი პროფესიის არჩევა. რატომ ღაც იყო? ვერ გეტყვით კონკრეტულად, მაგრამ იმას ფაქტს ვერ გავიხსენებ, რამ განაპირობა. ინსპირაცია რამ მოახდინა დაუშვათ, არც რომელიმე მსახიობის მითი აფრთოვანებულ ვარ ისეთ დონეზე, რომ დაუშვათ ჩემი პროფესიული არჩევანი იმას გამოეწვია და არც ფილმს და არც სპექტაკლს. რატომღაც თავისთავად მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. შეიძლება ქვეცნობიერში ვიღაც ხშირად მეუბნებოდნენ დაუშვათ, რომ აი რაღაც ეს შეგიძლია. თუმცა კონკრეტულად ვერა. სხვა პროფესიის სიტუაციაც არ მქონია არჩევის ანუ სხვაზე არც კი სურვილიც არ მქონია აბსოლუტურად სხვაზე. როგორ თავისთავად მოხდა? მიიღო მაშინ თუნდაც ოჯახმა, გარშემოყოფებმა ეს გადაწყვეტილება? ნახეთ როგორ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე და სამსახიობო ჩაბარებას ძირითადად გოგოებს უშლიდნენ ხოლმე. რატომღაც არ ვიცი რატომ და არა მესმის, მაგრამ მე მაგალითად ახლა დღეს დაშლით ვერაფერს ვერ დაუშლიდი, მაგრამ დაფიქრების კენ მივუთითებდი აბსოლუტურად ყველას. მნიშვნელობა არ ექნებოდა ეს გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. ოჯახმა რაც შეეხება ძალიან დადებითად სხვათა შორის, იმიტომ რომ არჩევანის ერთმანეთის არჩევანს პატივს ვცემდით და ვცემთ კიდეც ახლაც. და მეც ვცდილობ, რომ ჩემი შვილების მიმართ მასეთი დამოკიდებულება მქონდეს. მე არ ვერევი არც იმათ გადაწყვეტილებებში, რჩევა რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი, არც ხონიათ სხვათა შორის დამოძღვრა, ასე ვთქვათ, მშობლებს, რომ იცი რა ეს ამიტომ და ამიტომ. ყველაფერი რაღაც თავისთავად მოხდა და ისე დაალაგდა, რომ სხვა არჩევანის სურვილი არც მქონია. კი
კი ბატონო, თუ იყო რაიმე ესეთი მოვლენა ან მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, რაც გცვლიდათ ან გავლენას ახდენდა თქვენზე, აი გარდამტეხი ეტაპები რამდენად ხშირად გქონიათ? გარდამტეხი ეტაპები რამოდენიმეჯერ მახსოვს სხვათა შორის კონკრეტულად რომელიც იყო რაღაცა უფრო შეგრძნების დონეზე მომხდა რამ ასეთი რამ და არა ფაქტის დონეზე. აი დავუშვათ რაღაცა ფაქტი რომ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამაც გარდატეხა, უფრო საკუთარ თავთან ჩაღრმავების მერე ხდებოდა ხოლმე ეს გარდატეხის მომენტები და რაღაცისკენ შეცვლა ან კარგისკენ ან პირიქით გზა იცვლებოდა ხოლმე, მაგრამ პროფესიული გზა არასდროს არ შეცვლილა ასე. თუმცა მაინც მოხდა ამ პროფესიულ გზის განმავლობაში რაღაცა გადახვევები, გახმოვანების სიტუაცია. სულ ახლახანს დაუშვათ რაღაცა 4-5 წლის წინ დაუშვათ მხატვრული კითხვისკენ. ეს არც ძიება არ არის, არც რაიმე რადიკალური შენი პროფესიის გვერდით სწავლა არ არის, არაფერი ისეთი არ მომხდარა დაუშვათ. უბრალოდ გადაწყდა რაღაც დავფიქრდი, რომ ყველაზე უტყუარი, ყველაზე ნორმალური სიტუაცია როგორ შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა, ამ ბოლო მხატვრულ კითხვას ვგულისხმობ, რომ ისეთი რომ დაუშვათ პირდაპირ ვიტყვი მაგას მოკიბულის გარეშე, რომ თვალში რო არავის შევჩხერუოდი. დაუშვათ დაახლოებით ესეთი სიტუაცია მინდოდა რაიმე ისეთი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ისეთი მომენტი მქონოდა, ისეთი საქმე ამერჩია და ისეთი საქმე მეკეთებინა, რომ ნაკლები აგრესია გამომეწვია ხალხში. რამდენად ავწდი მაგას არ ვიცი. ნუ ფაქტია რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ამ ყველაფერმა. გამოხმაურება და მოწონება, მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს პოეზია ისე უყვარდა, როგორც დაუშვათ ან მე მიყვარს, ან ჩემს ირგვლივ მართლა პოეზიის მოყვარულ ადამიანს უყვარს. ჩემთვის მაგალითად თუ 3,5 მილიონი ადამიანიდან 1,700,000 ნახავდა რომელიმე კონკრეტულ ლექსს, ნამდვილად არ მეგონა. ეგ იყო წარმოუდგენელი. არც ვფიქრობდი სხვათა შორის მაგ ნახვებს, ეს თანამედროვე ტექნოლოგიამ გამოიწვია ახლა რაღაც რეიტინგული საკუთარ თავთან მასშტაბი რა ქვია, მაგას ანგარის საბარებს საკუთარ თავს ამ რეიტინგების მიხედვით გინდა არ გინდა. იმიტომ რომ მე ხო არის რომ იკრიბება რომ აი დაუშვათ რა მოთხოვნები აქვს იმ შენს მსმენელს რა მოთხოვნა აქვს და იმის მიხედვით უფრო ცდილობ, მაგრამ მე არასდროს არ შემირჩევია და არასდროს არ გამიკეთებია ლექსი არ წამიკითხავს ისე რომ აი ახლა ეს დაანგრევს ყველაფერს და ნახე რა მაგარი გამოვა. მე თუ არ მომწონს ლექსი, გამორიცხული ვერავინ წამაკითხებს მას. ასე რომ არაფერი კონკრეტული ისეთი არ მომგონია, ნუ რაღაცები ხდებოდა ახლა პერიოდი იყო მეთქი ისეთი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რომ იქ რაიმე ისეთი არ მოხდარიყო, რომ არ დაფიქრებულიყავი და რადიკალურად არ განგესაზღვრა შენი ყველა უკვე გადადგმული ნაბიჯი მომავლისთვის წარმოუდგენელი იყო. ზოგადად ხალხის აზრით რამდენად ინტერესდებით ან აქცევთ ყურადღებას თუნდაც აი სოციალური ქსელები ახსენეთ და კომენტარებს და ასე შემდეგ. მე მართალი გითხრათ კომენტარებისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს ხოლმე. ცოტა დრო მაქვს ისედაც და კომენტარებს მიყვარს ისე. მიყვარს რაღაცა კონკრეტული რა საქმესაც შენ აკეთებ იმის შეფასება ყველასგან გაინტერესებს. მნიშვნელობა არ აქვს ეს დადებითი ემოციას გამოიწვევს, ვიღაცაში უარყოფით გამოიწვევს. უფრო შენიშვნების მომენტები მაინტერესებს, მას რა უნდა. მე ნახეთ როგორ ხალხის აზრი არ მაინტერესებს მეთქი რომ თქვა მსახიობს ხალხის აზრი ყოველთვის აინტერესებს პროფესიიდან გამომდინარე. ეს არავინ არ თქვას ელემენტარულად, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა არის რომ ხალხის აზრს ვერ მიხვები. არაჩვეულებრივადაა ნათქვამი, როდესაც შენი ცხენის ძუის დამოკლება გინდაო, მოედანზე არ უნდა გამოიყვანო, ზოგი გირჩევს დააგრძელე, ზოგი დაამოკლე და ამით ცხენს დაამახინჯებო და მე მაქედან გამომდინარე არასდროს არ ვაპირებ რომ დავუშვათ ვიღაც აი რეიტინგულად მაგალითად ბევრმა ასე მითხრა. ლექსის კითხვა ხო მაინც არის ჩემზე დამოკიდებული.
ფილმში მონაწილეობას მიიღებს, სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს, მან მაინც თანხმედრა ხდება, შენ ერთპიროვნულად ვერ წყვეტ. რეჟისორთან ურთიერთობის მომენტში შეიძლება რაღაცა თანხმედრას მიაღწიო და მაინც თანაზიარი ხდება შენი გადაწყვეტილებების რეჟისორი კინოშიც და თეატრშიც, კინოში განსაკუთრებულად და ლექსი ხო შემიძლია მე ესე წავიკითხო როგორც მინდა. ამაშიც თუ ეხლა მე კიდე ხალხის აზრს რეიტინგულად მივაქციე ყურადღება, მაშინ მესადღავა. ჩვეულებრივად ეხლა ეს ხელოვნური ინტელექტი ხო არ ვარ, რომ ლექსი მისცეს ზვიადის ხმაზე წამიკითხე და მან წაიკითხოს, ხო? რაღაცა შენი ხო არ უნდა დაიკარგოს რაღაცაში და ასე რომ ვერ ვითვალისწინებ. თუმცა ვითვალისწინებ. შეიძლება ხალხის აზრს ვითვალისწინებ იმ სფეროში და იმ სიტუაციაში, როდესაც მეუბნებიან ამ ლექსს ხომ არ წაიკითხავდით. გაგახარა ღმერთმა ეს ლექსი, მე დრო რო არ მქონდა, ვერ მომძებნე დაუშვათ ეს ლექსი და დიდი მადლობა რომ მირჩიე და ამას წავიკითხავ, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი სათქმელი და ვშირი. კი ბატონო, ისე თვითკრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ? ნახეთ როგორ რაღაცა არის, იცი რომ როდესაც აი ჩვენ ახლა სანამ გადაცემას დავიწყებდით, ხო? ცოტა ამბიციურადაც კი ვთქვით, ხო, რაღაცა ჩვენთან გადაცემაში ჩაწერილმა რაღაც კონკრეტულმა პატარა ლექსმა, რომელიც ექსპრომტად იყო, 250,000 ნახვა მოაგროვა და აგროვა, ხო, ასე ვთქვათ და 15,000 ლაიკი მოწონება, ქართულად რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა არის, ცოტა ამეთქი ვთქვი, ხო, იმიტომ რომ ეგ იყო ეხლა ხუმრობით ნათქვამი. მე არა მაქვს ის მომენტი, რომ იცით რა, მე ამას გავაკეთებ ისე რომ ვერავინ ვერ მე არ ვთვლი, აბსოლუტურად არანაირად არ ვთვლი, რომ ვინმეზე უკეთესად ვაკეთებ, ბევრზე უკეთესად ვაკეთებ, მაგრამ ყველაზე უკეთესად ვაკეთებ მეთქი მაგას ნამდვილად არ და ეს არ არის პრაჭვა და ეს არ არის რაღაც ნიღაბი, იმიტომ რომ მე ამას ხარისხობრივად არ ვუყურებ, ეს მე მინდა და ასე ვაკეთებ. და ვისაც მოწონს ყველაზე სასიამოვნო შეფასება არის აი აციმციმებული თვალები ქუჩაში რო ხვდება. და არიცი, მე რამოდენიმე მიმართულებით მუშაობ, ხო, ეხლა დავუშვათ მსახიობიც ვარ, ვიღაცა შეიძლება როლი აქვს ჩემი ცუდინა, კარგი არ მითამაშია ჯერ კინოში ყოველ შემთხვევაში და ვიღაცას ჩემი ცუდი როლი აქვს ნათქვამი და იქედან მიცნო. მოღოდ არ წევლიან ჯერ და არ მაგინებენ. იმიტომ რომ იმდენად ცუდიც არ მითამაშია ეთყობა, რომ შემაგინონ, მაგრამ მე ისტორიულ რაღაცასაც ვაკეთებთ იმ YouTube არხზე, კარდუზე. მე მაინტერესებს თეატრშიც ვმუშაობ და მე მაინტერესებს ხოლმე ეს ციმციმი რისგან არის. მაგრამ უფრო ხშირად არის ხოლმე პოეზიისგან. უფრო ხშირად პოეზიისგან არის, იმიტომ რომ დღესაც მქონდა მასე შეიძლება ჩაგეხუტოთო და ჩავახუტეთ, რა პრობლემაა. ხო და აი თქვენო ძალიან კარგად რომ ბევრი წაგვიკითხეთო თქვენო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვუსმენთო და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი შეფასება. ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ ყველას მოსაწონად მე ვერ წავიკითხავ, მაგდენი ნიჭი არ მაქვს. კი ბატონო, აი კინო ახსენეთ, თეატრი, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში შეიძლება ბევრი წელი იყოთ, მაინც პოპულარობა და სახალხო, ესე ვთქვათ, ცნობადობა ეკრანს დიდი ძალა აქვს, ხო? აი რამდენად კომფორტული იყო და არის ზოგადად თქვენთვის თეატრისგან განსხვავებით, თუნდაც ფილმში და სერიალში მონაწილეობა. როდესაც შენ საქმეს აკეთებ, ყოველთვის კომფორტულია. ყოველთვის კომფორტულია. მე რო ეხლა კითხვა დაგისვა, ეს შენ გადაცემის წაყვანა ამ დივანზე გირჩევდი თუ სკამზე, რა მნიშვნელობა აქვს შეთვის, ხო? ეს საქმე გიყვარს და ნუ კინო გაცილებით უფრო მეტი ფუფუნების თემა, მაგრამ შინაარსობრივად თეატრი გაცილებით უფრო შემავსებელია მსახიობისთვის ალბათ, იმიტომ რომ კინოში ბრმად ხარ და ბრმა შენ ხო არ იყურები იმ კამერაში, ხო? ნუ კი შეიძლება მე ნაუ კიდე ერთი დუბლი გადავიღოთ, იმიტომ რომ ეს მე არ მომწონს. არასდროს არ მithქვამს, იმიტომ რომ მაგ კონკრეტულ სიტუაციაში მე ვენდობი რეჟისორს. მაგრამ თეატრში თანაცხოვრობ იმ მაყურებელთან ერთად იმ 2-3 საათის განმავლობაში, როდესაც მათთან ურთიერთობა გაქვს, შენ სცენაზე ხარ და ისინი დარბაზში არიან და მუხტი იცვლება მე. იმათ მუხტს შენ გრძნო. იმათი მუხტის მიღების შემდეგ შენ აძლევ იმ მუხტის საპასუხოს და
ეს გაცილებით უფრო ცოცხალი ორგანიზმია, ვიდრე დაუშვათ მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს უდიდესი ძალა აქვს, გაცილებით უფრო ცოცხალი ორგანიზმი თეატრია. თუმცა ყველაზე დიდი მინუსი აქვს თეატრს. დამთავრდა ის სპექტაკლი და მოკვდა, всё. მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. იქ თუ მოასწრო იმ 500 კაციან დარბაზში ვიღაცამ შენი ნახვა და დაამახსოვრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ბედნიერი ხარ. თუ დაამახსოვრე თავი და აქედან არის, ნახეთ, ამიტომ არის საჭირო თეატრში, რომ არც ერთი სპექტაკლი, თუნდაც 500 კაციან დარბაზში 30-20 კაცი იჯდეს, ხო? იმ ერთსაც რო დაამახსოვრდი 20 კაციდან, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხალტურა ბჭყალებში ხალტურის უფლება არ გაქვს არც ერთ მომენტში, არც ერთ სიტუაციაში და სულ ცხოვრობ. ეგ განსხვავება არის ჩემთვის, თორე ორივე ძალიან მიმზიდველი, ორივე ძალიან სიმპათიური პროფესიაა ჩემთვის, კინოს და თეატრის, თუმცა ერთია მაინც ძირი ერთი აქვს და ორივე შემავსებელია როგორც მსახიობისთვის ყველა სიტუაცია და ორივე ერთმანეთის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ რომ აუცილებელი. აი უარყოფითი როლები ახსენეთ და აი ჩემი ცოლის დაქალებს შევეხები ვაკო პაკელიანის როლს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ისეთი გამაღიზიანებელი პერსონაჟი იყო, მაგრამ მაინც ძალიან ორად იყოფოდა, ესე ვთქვათ, საზოგადოების აზრით. თითქოს აი ორად გაყოფის სიტუაცია ნახეთ როგორ იყო. აი მე მან უკვე პირდაპირ ვეთქვი, რომ ძალიან ხშირად ვკითხულობდი იმ კომენტარებს, რატო ახლა უყურეთ და ხშირად ხდება ხოლმე, რომ იდენტიფიცირება სახდენენ როლსა და მსახიობს შორის. ხშირად აგვაქვს ეგ რეალობაში ასეთი რამ, რომ დაუშვათ შეურაცხყოფას აყენებენ ხოლმე მსახიობს ცუდი როლის შესრულების გამო და როდესაც იყო ლაპარაკი მაგ როლის დაწყებაზე, ერთადერთი კითხვა რაც ვინმეზე იდენტიფიცირებული ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს პოლიტიკოსი, რომელზეც განზოგადება მე მაგალითად მერჩივნა, რომ კრებითი ყოფილიყო და არავინმე კონკრეტული სიმიტირება და იმიტაციას არც გავაკეთებდი, არც მქონდა მაგის სურვილი. კრებითი უფრო მეტი სამუშაო იყო და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ მაყურებლის ანტიპათიას დავიმსახურებდი ძალიან დიდი დოზით. მე მაგალითად ამისთვის ხელი უკვე მოწერილი მქონდა მაგაზე, რომ თან ტიფლისი წინა სიტუაციაზე ტიფლისი მქონდა ნათამაშები, იქაც უარყოფით ნახა სანამ წლები გადის. შენ ახლა ელოდო რომ იმედე და ჩვენ საქართველოში არ აგვაქვს ჩვენ მაგისი არჩევის საშუალება, რომ იცი რა დიდ როლს გაძლევს რეჟისორი და გუნდი, რომელიც 12 წლიანი გამოცდილება აქვს, ისტორია აქვს და იმ ოჯახში შესვლაც ჩემთვის არ იყო ძალიან მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ 80%-ს იქ მოთამაშებს საქართველოს ყველა სამსახიობო ანსამბლი იქ იყო და 80%-თან ურთიერთობები მქონდა როგორც მეგობრებთან, ახლობლებთან, მაგრამ იმ კონკრეტულში უკვე შესვლა ჭირდა, იმიტომ რომ მეც ღირსეულად უნდა შესულიყავი. ასე რომ არ გამოუწევია უარყოფითი დამოკიდებულება. ხო, ანუ ერთი შეხედვით თითქოს როლი ისეთი იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად საყვარელი პერსონაჟიც გახდა ბევრი ადამიანი. არა, სხვათა შორის ხო, იყო მაგაზე ლაპარაკი, რომ აი დაუშვათ მიუხედავად იმისა, რომ აი რა კარგად აკეთებს ამ სულ კაცს. ყოველთვის 80% შეფასებებისა ასეთი იყო, რომ რა ზუსტად და ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩემთვის, რომ ვიღაცამ დაინახა იქ. ბევრი რაღაცები სხვანაირადაც ხდებოდა. აი როგორც ყოველთვის მაგალითად მაგ სერიალს ჰქონდა ძალიან ისეთი რაღაც უცნაური თვისება. ჯერ ან პოლიტიკაში ხდებოდა რაიმე ისეთი და მე სერიალში უკვე გადაღებული მასალა გადიოდა, ან პირიქით ჯერ სერიალში მოხდებოდა და მე დაუშვათ რეალურ ცხოვრებაშიც ხდებოდა და ეს რეალობა იმდენად ახლობელი თუ იყო იმ მაყურებლისთვის, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად გამიკეთებია რაღაც აქცენტები კრებით პოლიტიკოსებზე. ზოგადად საქართველოში ამ პროფესიაში განვითარება და წარმატება რთულია თქვენი გადმოსახედით? მე თუ მკითხავთ, საქართველოში ყველაფერი რთულია, არა მხოლოდ ამ გადმოსახედი და ამ პროფესიისადმი, იმიტომ რომ ჩვენ გასაღების და გაყიდვის ბაზარი ძალიან ნაკლები გვაქვს. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარი არის ისეთ პროფესიაზე, რომელიც ბევრს მოითხოვს. აი ჩვენ ლაპარაკობთ ახლა
1,800,000 და ეს ამაყოდ მაქრო ჩემ რამოდენიმე ლექს 1,800,000 ნახვა აქვს. ეს პრობლემა ხო არა აქვს, ეხლა დაუშვათ თურქული სერიალის მსახიობს. 1,800,000 ნახულობს ის ანამ გამოვა მანამდე. კი ბატონო. და ინდოეთს ხო არა აქ ეხლა ეს რაღაცა. არ არსებობს ეგეთი მომენტი. მილიარდამდე როდესაც არის ახლა ადამიანი და 370 მილიონი, 370 მილიონში ის უკვე პოპულარულია, რაც არ უნდა სისულელე გააკეთოს იმ ეკრანზე, ხო? აქედან გამომდინარე, საქართველოში ყოველთვის ზნელია. ყოველთვის ზნელია, აი, ღვინის ქვეყანა ვართ, ხო? ღვინის დაწურვაც კი ზნელია, რომ შენ პირველი იყო. იმიტომ რომ ყველას თავისი უხარია და თავისი სული აქვს ჩადებული და მსახიობობისთვის ძნელია და სხვა დანარჩენისთვის მარტივი ასეთი არ არის. ყველაფერი ძნელია აბსოლუტურად საქართველოში გაკეთება რაღაცა კონკრეტული საქმის და თან იყო პირველი და იყო ყველაზე კარგი გამორიცხული. კი. ზოგადად აი დროსთან და გამოცდილებასთან ერთად პროფესიული თვალსაზრისით ბევრი ცვლილება მოვიდა, თქვათ კარიერის დასაწყისი რომ გაიხსენოთ და დღევანდელობა. კარიერის დასაწყისამდე კარიერას როცა იწყებდი, როცა ამ საქმეს ხელს კიდევდი, აბსოლუტურად ყველა კადრში გავლა მიხაროდა. ახლა უკვე ნახე როგორი რაღაცა არის, რაღაცა ორგანიზმი უფრო დადინჯდა, ალბათ ტვინიც უფრო დაჯდა. ნახეთ როგორი რაღაცა არის, რომ ახლა ხარისხობრივად მირჩევნია გავაკეთო რაიმე მცირე, ოღონდ ხარისხიანი, ვიდრე გავაკეთო ბევრი, თუმცა არც მაგისი არჩევანი არ აქვს. ფაქტიურად ჩვენთან გამოცდილება და შემიგროვდა და დამიგროვდა თორე როგორც ასეთი რომ ვაიმე მაშინ თავს ვიკლავდი და ახლა უარს ვამბობ რამე კონკრეტულ შემოთავაზებაზე ამისი ფუფუნება აი საქართველოში როგორ ხდება არა გვაქვს ამისი ფუფუნება ჩვენ ხო არჩევანის საშუალება არ გვაქვს წესი და კანონით მე ვიცნობ რამოდენიმე მსახიობს რომელიც სერიალში არ გადავიღებ არ გადაიღებ და ისე გსახი არ გადაიღებ და აიდარდი რა გავაკეთო ახლა ვერ ვიღებ ძმა ამ მხატვრულ ფილმს გეუბნება კაცი და ორჩა რა სიო დამთავრდა იქ შენ 25 წლის სას ხო ვეღარ ითამაშებ 48 წლისა ხო ვეღარ ითამაშებ მაგას და შესაბამისად ეს იმხელა პერიოდი წავიდა რომ შენი შემოქმედება კი არა შენი ცხოვრების მესამედი მეოთხე ნახევარი მთელი ცხოვრება გავიდა და შენ მაქსიმუმ შეიძლება მოახერხო რა ვიცი სამი როლის თამაში ისიც თუ რეჟისორებმა გაიგესო შენ ცოცხალი ხარ აი ამ სირთულების მიუხედავად ეს პროფესია მაინც ყოველთვის იყო და ეხაც არის ძალიან პოპულარული ახალ თაობაში რა? კი, პოპულარული არის და ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენთან ახლა რუსთავის თეატრში ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ეს გაძლევს შენ мотиваციას იმისას, რომ შენ არ უნდა მოეშვა. იმიტომ რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მე მეტი მაქვს, ისინი იმდენად ლაღები და ენერგეტიკულები არიან, რომ იმის გვერდზე შენ თავი უნდა იგრძნობდი რსეულად. როგორც დაუშვათ დიდი არტისტები რო ადგენენ ახლა, დაუშვათ არა, რატომ უნდა ადგენენ, ვინც პეზეთ გასკვეთმა დიდხანს ამყოფოს, ისეთი მომენტი, რომ მე მაგალითად ახლა გუში მქონდა რაღაცა ფილმის პრემიერა რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად. რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად, როდესაც დგახარ ეკრანზე, სცენაზე, არ შეიძლება იქ მოდუნდე, იმიტომ რომ შენ გაქვს შანსი, რომ მის გვერდით არა ლაპარაკი აქ ისეც განწირული ხარ მის გვერდზე რომ თუ ღირსეული პარტნიორი იქნები მისი ეს ნიშნავს შენს ღირსებას. აქედან იგივე იდენტური არის დაუშვათ თანამედროვე თაობასთან, ახალ თაობასთან შენი დგომა. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები და ძალიან ძლიერები არიან და მე და მათ ყველას წარმატება უსურვო. კი ბატონო, ახლა პროფესიის მიღმაც გითხავთ, როგორც мама. კი ბატონო. რამდენად ხართ ჩართული შვილების ყოველდღიურობაში? ყოველდღიურობაში როგორ ანგარიშის ჩაბარების თვალსაზრისით ინფორმაციას თუ ვიკითხავ, თორე არა მხოლოდ მე, კაცთა 99% ალბათ საქართველოში როგორც არის ჩართული, ისე ვარ მეც ჩართული და სატელეფონო ძალიან კარგი ეს ტელეფონი რომ მოვიგონეთ, იმიტომ რომ სულ ჩვენთან არიან ბავშვები, დაურეკე ვიდეო თვალით და პრობლემა არ არის და მე სახლში მისულმა მოიკითხე როგორ არიან, რანაირად არიან, რა გააკეთეს, რა და ასე შემდეგ, თორე ისე რეალურად ყველა ადამიანის მაგას არ აქვს მნიშვნელობა დედა იქნება თუ мама, მათთვის ვცხოვრობთ და მათთვის ვარსებობთ, მაგრამ
რასაც თქვენ მეკითხებით, იმ ფუფუნებას ალბათ საქართველოში 90% მოკლებულია, რომ ყოველდღიურობა დაინახოს შვილის. მაშინ არ უნდა ვიმუშაოთ და რომ მუშაობთ მაშინ ჭირს რაღაცეები ხა. არ შევეხები ქვეყნის ეკონომიკას ამ ეტაპზე და რომ არ იმუშაო მე ალბათ რამოდენიმე დღე დაინახავი ჩვენი შვილის ნაბიჯებს და მე სულ ვერ დაინახავ ვერაფერს და აქედან გამომდინარე ჯობია იკითხო ვიდრე ერთი კვირა უყურო და მე ვეღარაფერს ვეღარ შეხედო. ნამდვილად. თუ არიან თქვენი პროფესიით დაინტერესებული? მერთის წყალობით არა. არც გინდათ? არც მინდა, იმიტომ კი არა რომ სამივე გოგოა და მე ძველ გადმონას გოგო მსახიობი არ უნდა იყოს, არა. უბრალოდ იმდენად რთული პროფესიაა და იმდენად ბევრი გულის ტკივილი მოაქვს. ჩვენ მარტო ვნახულობთ ხოლმე თქვენს და ჩვენს, მარტო ვნახულობთ დაშს რო უკრავენ სცენაზე, ეკრანზე კი ბატონო. მანამდე სანამ ის მაგაშამდე მივა უამრავი გულისკენა შეხვდება და მე შვილისთვის გულისკენა არც მშობელს არ უნდა და რაღა მემენდომებოდა. ამიტომ მინდა უფრო პრაგმატული პროფესიები აირჩიონ, რომელშიც პროფესიონალები და საუკეთესოები იქნებიან. მე არა მაქვს არც ჩემი თავის მიმართ და არც ჩემი შვილების მიმართ, რომ რაიმეში პირველი იყოს. არ მინდა არც ერთ სიტუაციაში, არც ჩემი თავისთვის და არც სამივე შვილისთვის, რომ რაიმეში პირველი იყო. არ მინდა, იმიტომ რომ ქართველები ვართ და ჩვენ პირველებს ვერ ვიტანთ. ამიტომ მე მინდა რომ გაცილებით მეტად უყვარდეს ხალხს ისინი და პროფესიონალები იყვნენ და ბევრს დაეხმარონ, ვიდრე შურისა და დაუშვათ რაღაცის ობიექტებად, ბოღმის ობიექტებად იქცნენ. აქედან გამომდინარე, ღვთისმადლით არც ერთი არ არის დაინტერესებული, ჯერჯერობით რა ვიცი ყოველ შემთხვევაში არ არიან ჯერ იმასაკის, უფროსი წელს აბარებს და დანარჩენი ორიც იმედია არ გამწირავს უფალ. კი ბატონო, ხალხი რას ფიქრობს თქვენზე, როგორ გონიათ? აი თუნდაც განწყობებით, სადაც ხვდებით საზოგადოებას. ხალხი რაცაც გამოხატავს იმას, თქვი კიდეც, რომ ახლა ფილში არავინ მაგინებს ცუდი როლების გამო და სხვა დანარჩენი მოციმციმე თვალებში არ შეიძლება ახლა შენ მოგრიდა არ გადარჩი იყოს. აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ყველაზე დიდი მადლი და ყველაზე დიდი გასამრჯელო რაც საქართველოში მით უმეტეს ჩვენ რადიკალი ხალხი ვართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ უდიდესი ხარისხით და უდიდესი ენერგეტიკით, ასე რომ მე მგონია ცუც არ ფიქრობენ. თუმცა არის რაღაცა მომენტი, ვისაც ბევრი რაღაც არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მაყურებელს, რომ მე ისეთი ნიჭიერი არ ვარ, რომ ყველას მოვეწონო, ან თუნდაც ყველას არ მოვეწონო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის თქვენთან საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც და მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად მეც დაგემშვიდობები და მადლობას მოგახსენებთ ჩემ მიმართ გამოვლენილი ინტერესისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც დაგვითმო დრო და იყო ჩვენთან ერთად. შევხვდებით მომდევნო პარასკევს.